როგორც იქნა დაგიბრუნდით სახლის კიდევ ერთი ეპიზოდით. როგორც ხედავთ, თმები დავიშალე, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გაჩვენებთ სრულად, მანამდე მოგიყვებით სახლში რა ეტაპები გავიარეთ, სანტექნიკა დავიწყეთ და გაჩვენებთ, სად ავარჩიეთ პროდუქტები. როგორც იქნა, გადავედით სანტექნიკის ნაწილზე და მე ვარ უბედნიერესი, რომ ამ ეპიზოდის სპონსორი და ჩვენი მეგობარი გახლავთ აკვარიუმი, სადაც მოვაკითხებთ ჩვენს საყვარელ აბაზანის აქსესუარებს. წინა ბინაში გვქონდა გროე, რომლის უზომოდ კმაყოფილი ვიყავით და ძალიან მიხარია, რომ ის ერთგულებით დავრჩით და როგორც კი ამ ნაწილზე გადავედით, პირველი რა თქმა უნდა გაგვახსენდა გროე და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვედით ასარჩევად. ახლა პირდაპირ შეგაჭრიტეთ თქვენ პრემიუმ ხაზის აქსესუარებში. რა თქმა უნდა, აქ არის შედარებით მაღალბიუჯეტიანი პრემიუმ ხარისხის და ხაზის შემრევები და აქსესუარები. დაგათვალიერებინებთ ყველაფერს, ბიუჯეტურსაც გაჩვენებთ. ისეთი დიზაინი გვაქვს აბაზანებში, რომ შეიძლება შავიც მოუხდეს, ვერცხლის ფერის და სპილენძის ფერის. გადაწყვეტილების მიღება ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ იმხელა არჩევანი გვაქვს შოურუმში, რომ ვფიქრობ რაღაცას ავარჩიოთ. ვინც არიცით, გროე არის გერმანული ბრენდი, რომელიც მართლა პასუხისმგებელია თავის ხარისხზე. ძალიან მარტივი მოსავლელია, ძალიან მარტივად იწმინდება, ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინები აქვს და მგონია, რომ ყველა ადამიანის გემოვნებას მოერგება. ხელსაბანის ონკანზე ყველაზე ბევრი ვიფიქრეთ. მე მინდოდა ჩასაშენებელი, მაგრამ მე მგონი კოტემ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ეს ონკანი ძალიან მომწონს. უბრალოდ ალბათ მაინც ვერცხლის ფერზე გავაკეთებთ არჩევანს და ახლა გაჩვენებთ ჩვენ რომელი პროდუქტები მოგვეწონა. არჩევნის დროს თავად დავაკომპლექტეთ სხვადასხვა შემრევები და ვეცადეთ, რომ დიზაინები ერთმანეთთან დაგვემთხვია. მაგალითად, გადავწყვეტ, რომ ყველა მოსაშვები იყოს ამ დიზაინში, ცოტა წვრილი თავით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაისვაროს სველი ხელით შეხების დროს და ვიზუალურად ერთმანეთს გავდეს. რადგან წინა ბინაში დავტესტეთ ეს ბრენდი, დიდად არ შეგვიცვლია გადაწყვეტილება და ზუსტად როგორც გქონდა, იგივეს ვაკეთებთ ახლაც. გადავწყვეტ, რომ მხოლოდ ყურმილი დავაყენებთ როგორც წინა ბინაში და იმედი მაქვს, ახლაც ზუსტად ისეთივე პრაქტიკული იქნება, როგორც ჩვენს ბინაში. ხელსაბანის შემრევი ავარჩიეთ ეს, რომელიც ძალიან პაწუყუნა და საყვარელია, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და როგორც ხედავთ, როგორც საშხაპის შემრევი, ამის დიზაინიც ზუსტად იგივენაირად გამოიყურება და ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან მოუხდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ უნიტაზი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა იყოს ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ ხშირად დიდ დროს ვატარებთ ხოლმე. უნდა ირეცხებოდეს ასთავარია მარტივად და ეგეთ რაღაცები ნერვებს არ გიშლიდეს. გროეში არის როგორც ვაკუუმური ჩარეცხვის სისტემით, ასევე მექანიკური. და რაც თავარია, კიდევ ერთი კრიტერიუმი უნიტაზის არჩევისას არის ფასი, რომ შედარებით ადეკვატური იყოს და თავიდან არ მქონდა წარმოდგენა, მაგრამ რეალურად ფასები რო ვნახე, ძალიან მისაღები ფასი არის ამ ხარისხიდან გამომდინარე. მე და კოტე წვიმის შეძენას არ ვაპირებთ, მაგრამ ვისაც გიყვართ და გეკომფორტულებათ, აკვარიუმში წარმოდგენილია ძალიან დიდი არჩევანი და რაც თავარია, ადგილზე შეგიძლიათ დატესტოთ. ასევე უნდა გაჩვენოთ სისტემა, რომელიც სრულად ახალია შოურუმში. ჯერ უნდა გამოუშვათ წყალი, შემდეგ გამოუშვათ კაფე. ეს დაიცლება და მერე წამოვა ისევ წყალი. წამოვა წყალი. წინაბინა გავარემოდეთ 2019-ში და 2019-ში შავ შემრევს რო ვეძებდით. აი როგორ დეფიციტში იყო, იცი? თითქმის ვერ ვიშოვეთ. ან კოლოსალური თანხაღირდა. ხო და ძალიან მიხარია, რომ ახლა ამხელა არჩევანია ფერებში, 8 ფერი შეგიძლიათ აკვარიუმში შეუკვეთოთ, როგორც მატოვი, ასევე პრიალა და რასავარია აქვს პივიდი დაფარვა, რაც ნიშნავს, რომ არის ქარხნულად ასეთი ფერი, არ არის შეღებილი და გახეხვის დროს ან დროთა განმავლობაში ფერი არ გადაუვა და არ გაფუჭდება. ჩამოვედი და ვაგრძელებთ მუშაობას. აჭარაში ვიყავი და არაფერი არ გადამიღია. მე რო არ თქვა, რომ ელენე დავოდიალობს იქით აქეთ და კოტე მუშაობსო. გადასაღებად ვიყავი და მწყინს ხოლმე მაგას რო წერთ. იმიტომ რომ მეც ბევრს მუშაობ აქ. მეც კი არა, მეც ძალიან ბევრს მუშაობ აქ. ახლა მოვედით ნაგვის გადასაყრელად. ერთი მანქანა უკვე დავტვირთეთ. გოჩა, როგორ ახარ, გოჩა? გოჩაც აჭარაში იყო დაგვიბრუნდა, როგორი დასაგრული ხარ, მოდი აქ. გავაცილოთ ჩვენი ნაგვის მანქანა. რომელიც დილის 8 საათზე მოვიდა დავტვირთეთ და ეს ერთი რა თქმა უნდა არ გვეყოფა და კიდე მეორეჯერ მოვა და მეორესაც დავტვირთავთ. რამდენ ხანში მოვა ხა ეს? ვიცი, ალბათ 1-2 საათში. ორი? სხვა არ მოვა? შევამჩნია რომ გვერდი არ გაქვთ გამოწერილი და არ ვიცი რას გიზამთ, გამოიწერეთ გვერდი. ამასობაში კოტე კიდე გახდა, ერთი 10 კილოთი ნაკლები დამხვდა. სანამ წასული ვიყავი რა გააკეთეთ.
ბუდეები ჩავსვით ტენცკვიტების და ასანთებების. მე რომ მეგონა რომ ელექტრობას მორჩით, თურმე ჯერ სადავართ. ბუდეები ჩასვეს, გამოთხარეს, მერე გალესეს, დააერთეს ეს ერთმანეთს ავტომატს და ბუდეები ჩასვა და ტუალეტი დაანგრია. და ტუალეტი რომელი ტუალეტი დაანგრია? აი ეს პატარა. რატო დაანგრია? აბა ისე ვერ გავლესავთ. ოჩა. თავარია ის საძინელების ტუალეტი არ დაანგრია, შენ ჩუმად წასული სანამ ვიყავი. იყავი ნახე უკვე? აი. ღამის საფსაძე ეს ჭამს. მე ვშივშილობ და ბაიც ეს ხდება. აი ეგ ახართ კაცები რა. ისე რა უცნაურები ვართ არა ადამიანები. წინაბინა გავყიდეთ, იმიტომ რომ ლიფტიდან ერთი სართული ასასვლელი იყო და დავიტანჯეთ მაგ ერთ სართულით. იქით-აქეთ პროწიალით და რაღაცა ნივთებისას ატანა ჩამოტანით. და ვიყიდეთ კერძო სახლი, სადაც ერთი კი არა, 3 ეგეთი კიბე უნდა აიარო. მართლა ვფიქრობ ამ ლიფტის დატოვება სხვათა შორის. კიდე ერთი მიქარო კროქსებით აი რამ გადმომიყვანა ხო ვერ მეტყვი ამ ტოერში და ნაგავში რო კროქსი არ უნდა ჩაიცვა. ამ ხელა ხო უნდა მიხვდე მაგდეს. ორივე მხოლოდ რო ეხა აქედან ეს გადმოიყრება. დავედით. ხოდა რას ვამბობდი? გამოსვლისას კოტემ რო ჩაიცვა კროქსები, მეც მაგიტო ჩავიცვი და ვნანობრო დაუჯერე. და რო ვკითხე რომ კროქსები რატო გაცვია ამ ტოერში თქო? რა ფეხსაცმელშიც შემდისოდა. ვერ დავეთანხმები. ის სიმღერა რო არის სოფლის შენებას რა უნდა. ერთი კარგი პანი უნდა ხომ და. დირამ დამ 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 დირამ დირა. დირამ დამ დამ და. დირამ დირა. აი მაშინაც გვატყუებდნენ, იცი? და მაშინაც ამბობდნენ, რომ სიმღერით სოფელი აშენდებაო. არ ვეთანხმები რა თქმა უნდა. ეგ არის, წაიღე გოჩა. გოჩა წაიღე. და აკი აი ამ მომენტში მივხვდი, რომ დღეს მთელი დღე ყველა კადრს slow motion ვიღებდი. მეორე ჯერაც მოვიდა მანქანა. მოგედიქიდან გამომდინარე, რომ 2 საათნახევარი კამერა ჩართული მქონდა შენელებულ კადრზე და კადრიც შენელებულია და ხმაც. რა თქმა უნდა, ყველა კადრი წყალში ჩამეყარა, არაფერი არ გამომადგება და მუსიკით დავდებთ და ავაჩქარებთ უხმოდ. არა, ხმას ტაიმლეფსივით. აჩქარებული ბანძი იქნება. ტაიმლეფსამდე ავაჩქაროთ. და ვოისოვერი თქვი რამე, აი ქთელი slow motion. ალბათ ერთი 4 წელია მაიონეზი არ მიჭამია. ამდენი მით უმეტეს. ცეზარს მაიონეზი რა თქმა უნდა. არ უნდა. ცეზარს უნდა ცეზარის სოუსი. რა თქმა მე მაიონეზს ავჭამ. მესამე მანქანაც მოვიდა. აუ რა ცხელი ხარ? ვარ. ერთი 3 თვის ნაგავი გადავყარეთ ახლა. აუ მაცივარში რა კაი ლიმონათი გვიდევს. ეხაც გააკეთე თავიდან. მე და კოტეს ნებისმიერი სასმელი გვიყვარს, რომელსაც ლაიმი ან ლიმონი ან პიტნა, ესე ჩვენი საყვარელი სასმელი. სხვათა შორის დავამუღამე კოტემ. კროქსები რატო გადაწყვიტა? ტუერი ჩაგეყრება, აი ესე იზა. გამო. ბავშვობაში გადაღებული რომელიმე კადრს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ არ შეცვლილ ხართ რა, ზუსტად იგივე ხართ. მე არ მაქვს ესე გადაღებული, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ბებია და ბაბუასთან ერთად როცა ვიყავი ხოლმე და ხელოსანი როცა მოდიოდა ჩვენთან სახლში. მე ვიყავი ის ბავშვი, რომელიც ტვინს უჭამდა ყველა ხელოსანს. გაუთავებელი კითხვებით. მაგალითად, ახლა რასაკეთებ? ამას ესე რატო აკეთებ? ამას როდის მორჩები? ახლა ჭამა არ გიწევს? ჩვენთან ერთად შეჭამ? იმის მე დიდად არ შევცვლილ, იმიტომ რომ ახლაც ტვინს უჭამ ხოლმე ხელოსნებს სხვადასხვა კითხვებით. იმიტომ რომ მაინტერესებს.
იმიტომ რომ მიხმარება მინდა. იმიტომ რომ მინდა ვიცოდე რა საკეთებს. აი ეს სუქანი არსება, ყველა გასეირნების შემდეგ ისრუტავს ბალახებს. მე ეგეთი კაი პატრონი არ ვარ, რომ ყველა გასეირნების შემდეგ შევამოწმო. ძირფესვიანად, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ვცდილობ, რომ შევამოწმო. ახლაც მომიც უცქდა, იმიტომ რომ უნდა სასუსნავი, მაგრამ მე დროს ვიხელთებ და შევამოწმებ. სადმე რამე ხო არ აქვს შერჭობილი. მუთაკა ვინ არის მუთაკა არ ვიცი მეიტა საიდან გახსენა მაგრამ გადავწყვიტეთ რომ შვილდის სასროლად მოსულიყავით ერყო ვიკეთეთ სათითეები ხელი გავახუროთ უნდა თუ არა წინაზე მახსოვს მეორე დღეს მთელი მკლავი მტკიოდა აუ აქ საშაც უნდა მოვიყვანო მოეწონება 4 წლის წინ ვიყავით აქ იოსებიძეზე ახლაც რა თქმა უნდა აქ მოვედით სხვა შორის ფიტპასიც არის და თქვენ შეგიძლიათ მოსვლა Qaçağmayit! Ეხა სადაც არ უნდა გავაწყოთ გავგიხარდეს რა. ეს მე მოვარტყი წერან რა. მართლაგან მოვარტყა. ბობიკისნაირი ძაღლია. რაღაცნაირად გავს. წვრილი თვალები, ბობიკისფერი და ყურები დაბლა. ჩვენ ამ წამს ოსმო გადმოგვივარდა. არ ვიცი ამ ოსმომ მე მგონი იგრძნო. დღეს ახალი ოსმო შევუკვეთე მესამე თაობის და დებილურად დავდე და გადმოვარდა და ეხლა გიმბალს უჭირს ცოტა. კოტე ყოველ დილით, როცა უნდა რომ სწორად იკვებოს, ამზადებს კვერცხს და შვრიას. ცოტა კალორიულია, მაგრამ სამაგეო ძალიან ჯანსაღია და გირჩევთ ყველას. უმარტივესად მზადდება. კვერცხს ცოტა სათქვიფავთ, შვრიას დააყრით, უცხიმოთ, ტაფას კარგად გააცხელებთ და ესე მჭადებათ. და всё. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო და წავალ მე მოვიშორებ მაკიაჟს და დავიძინებ. ბოლო პერიოდი ძალიან აქტიურად ვეძებდი ჩემ ზომა ფეხსაცმელს, რომელიც ვერაფრით ვერ ვიშოვე. გუშინ რაღაცები კი გამოვწერე, მაგრამ დღეს ივენტზე რო წავსულიყავი, არაფერი არ მქონდა და Instagram-ზე გადავხედე მონაწერებს 2022-ში მახსოვს, რომ ერთმა კომპანიამ გამომიგზავნა ფეხსაცმელი და მეთქი იქნება და კიდევ დაამატეს სხვა ზომები, იმიტომ რომ 2022-ში 40 ზომა გქონდა თუ 41 და ეხლა მაქვს ბოტას 44-ს ვიცვამ, მაგრამ შეკერილ ფეხსაცმელებს და ასე შემდეგ ბალერინებს და კლასიკურ ფეხსაცმელებს 28 სანტიმეტრი რაც არის 42-42.5 გაჭირვებით ვიცვამ რა. ამათი სანდლები მაქვს 2022-ში თუ 21-ში გამომიგზავნეს. მაშინაც ძალიან კარგად გამოვიყენე და დღეს გაუხდილად მეცვა. სხვათა შორის არც მუხლები ამტკიებია, არც ტერფები ამტკიებია, არც ლეიკოები წინასწარ დავიკარი და კოჭებიც არ გადამტყავებია. გაუხდილად მეცვა. ეს იცი როგორი ანუ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ფეხსაცმელი ამდენი ხანი მეცვას და არ შემაწუხოს. ახლა მოვლასლასდი სახლში და დავიძინებ. კაბა თქვი რომ ტემუდან არის, დღეს ყველა მოკითხა და აი ყველაზე წარმატებული ნაშოპინგარია ტემუზე. სანამ სანტექნიკას და გათხოვებას დავიწყებთ, იქამდე როგორც ხედავთ, ბევრი ნაგავი დაგროვდა და ეს ნაგავი უნდა დავასუფთავოთ, იმიტომ რომ ამ მომარებაში არავის არ ეხალისება მუშაობა. დაახლოებით 1:40 ვამაგებ. ამ ერთ ოთახს, კოტე კიდევ უკანა ეზოსავაგებს. გადავედით შემდეგ სართულებში. დღეს მაცურის ფესტივალზე ვიყავი. ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად იშვიათად მინახავს. ყველას იდეალური კოსტუმი ეცვა. ერთადერთი ის იყო, რომ ძალიან დამცხა და დიდხანს ვერ გავწელი. ძალიან დიდი მადლობა მაცურის ფესტივალს, რომ დამპატიჟა და ამ ფორმის კიდევ ერთხელ ჩაცმის საშუალება მომცა. ჩვენ ვიდეოს შემდეგ გამოგვეხმაურა ცნობილი კერამიკოსი და დრედების დამშლელი და ყოფილი დრედელი და მე წელი გქონდა 9 წელი ქონდა დრედები. თუ შეიძლება კომენტარი რომ გააკეთოთ, როგორია ახლა უდრედოთ ცხოვრება და თუ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას და მეც თუ ვინანებ. რაზად ვიტყვი რომ ცოტა რთულია პირველი ეტაპი მაგალითად. ცოტა ხანი ძალიან გაგიჭირდება დეპრესიაში ჩავარდე. ანუ შეიძლება დეპრესიაში არ ჩავარდე, რაღაც მხრივ პლუსები აქვს, იმიტომ თმასახები.
კარგად. შეიძლება ვერ მოწყდე და სულ ხელით გეჭიროს აი ეს იქავებდე ამ სკალპს ისე კარგად როგორც აქამდე ვერ იფხანდი, მაგრამ ხო, ის რომ კომფორტი აღარ იქნება ისეთი როგორც აქამდე 7 წელი თუ 6 წელი როგორც იყო, სამწუხაროდ სიმართლეა. მოგენატრება ძალიან. გასულია 3 საათი. 10 დავშალეთ, მაგარი ხარ რა. ბოლო 5-ს მივადექით და წერა მომბობდი რომ ანუ აქ რომ მოვდიოდი, ჯერ არ ვიყავი მზად რომ დღეს დადგებოდა ეგ დღე. 15 წუთში უნდა მოვიდეს კოტე და წავიდეთ პადელზე. ჩვენ დაგვჭა 3 ცალი დრედი. აი 17 ვინ? ტომიჯერში 17 დრედს უფრო ცოტა დრო დავუთმეთ, ვიდრე აი ბოლოს 3-ს, იმიტომ რომ აი ეს ბოლოს 3 არის, აი ყველაზე გულმოდგინედ ჩადრედილი. იმეთო მკითხავს რამდენი თმა დაკარგეო აი ამდენი. შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც ნახულობს ჩემს უდრედო თავს. დიდი ბარემ შეეც. ეს დამჩნე, გავადების დრეზე. 2 წელი დრედი დამრჩა. აბა დრედი. 2 წელი დამრჩა შიგნით, ხო. იმის მიუხედავად რომ ღამის 3-ზე დავიძინეთ, დღეს წამოვფრინდი. ამ 2 წელი დრედის დასაშლელად. თან ოსმოთი რო ვიღებ თან მიკროფონით ძალიან მიხარია. ხალათი თუ არ მაპატიეთ, მაგრამ დასაბანად უნდა შევიდე და ამიტომ უცებ დავიშლი. დღეს ვათვალიერებდი ჩემს სიგრძეზე, როგორ შეიძლება რომ თმები ცოტა შევისწორო და მგონია რომ დაახლოებით ესეთი ტიპის ხვეულები მექნება და იქნება და ესეთი ვარცხნილობა მომიხდეს თქო. დავიშალეთ 40-ვე დრედი. ახლა გამოიყურება საშინლად. ცოცხივით არის. არ მეგონა თუ ამ სიგრძეთ მას შევინარჩუნებდი ამდენი წლის შემდეგ. ისე ვიყავი თმაზე ორიენტირებული, მე მგონი ტანის დაბანა დამავიწყდა. ამდენ ვიდეოს ვუყურე და თან მინდორება მაინც არ ვიცი, ან რაოდენობა ჭყაპაჭყუპი რომ უნდა გაუვიდეს ნეტა ეს არის თუ სხვა პროდუქტი. აი მე აქ ძალიან ბევრი წავისვი. არა, აქ იმდენი ჟელე მისვია, რომ წარმოუდგენელია, რომ აქედან რამე გამოვიდეს. მაგრამ მოდი დაველოდოთ შედეგს. ისმის კითხვა. თქვენი აზრით, რამდენ ხანში დავუბრუნდები დრედებს? ჯერ ბოლომდე არ არის გამშრალი, მაგრამ არ მომწონს. თან ძალიან არ მომწონს. ვიღაცამ დაბიწერა, რომ ძალიან თვითკრიტიკული ხარო. ვერ წარმოიდგენთ რა საშინელი გრძნობა, როცა შენი თავი, შენი ტაიპი არ არის, ანუ შენს გემოვნებაში არ ჩდება შენი ვიზუალი. ხვალვე გავქანდებით 12 საათზე ჩავეწერე თმის გამაჯანსაღებელ პროცედურაზე და ასევე იმ ფორმას თუ შემჭრიან ძალიან გამიხარდება. რაღაცა იქნება რა. გადმოვედით სახლში. აქამდე ვინც ყავდა ხელოსანი, ყველა კოტეს მოყვანილია. რაღაც მომენტში რომ ამოგვივიდა ყელში ამდენი იმედგაცრუებისგან, ამდენი ტყუილისგან და ამდენი საქმის გაფუჭებისგან, მე შევთავაზე კოტეს რომ მეთქი მოდი სანტექნიკის ხელოსანს მე მოვწებნი. ხო და დავწერე ერთი თვის წინ Facebook-ზე პოსტი, რომელიმე სანტექნიკოს ხომ არ გაუწევთ რეკომენდაცია საკუთარი გამოცდილებით თქო, ხო და ძია არჩილმა, ჩემთვის უსაყვარლესმა არჩილ მარშანიამ, რომელსაც აქვს პირველად დახმარების კურსი სხვადასხვა ხშირად მეკითხებით ხოლმე ვისთან გავიარე და აი გაჩვენებთ ახლა გვერდს და აქ შეგიძლიათ უფასოდ გაიაროთ პირველად დახმარების კურსი. გაუწია რეკომენდაცია ლაშას. ძალიან კაი ბიჭიაო, აი ცოტა ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ თავის საქმე იცისო და აი ზუსტად დაახასიათ. ოღონდ კამერას ვეხვეწები ხა რომ ილაპარაკოს და ახლა იმიტომ ვახსენე ეს რომ თქვენთანაც ბევრი ილაპარაკოს. ლაშა მოვიდა და ათვალიერა, აწონ-დაწონა, მე თავი დაიფასა 2 კვირა მცალიაო. ეხა ისმეს. ჯერ საქმე არ დაუსრულებია და 100% ჯერ რეკომენდაციას არ უწევ, მაგრამ ძალიან სუფთად აკეთებს, რასაც აკეთებს, ჯერჯერობით გამოთხარა რაღაცეები. შესაძლოა. 3 დღე თხრიდა. მართლა ძალიან სუფთად მუშაობს. იშვიათი ასეთი სუფთა ხელი გქონდეს კაცს რა. ხო ვახსენე რომ მე ბავშვობაში ყოველთვის ვაწუხებდი ხოლმე ბევრი კითხვით ყველა ადამიანს, ვინც რაღაცა საქმეს აკეთებდა. ეხლა ვეცდები რომ ლაშა არ შევაწუხო, რომ საქმე არ გაფუჭდეს, მაგრამ მოდით თან რაღაცები ვკითხოთ და ცოტა ვალაპარაკოთ, ხო ლაშა? მოგესალმებით ყველას. ერთ-ერთი საუკეთესო ფირმა გროე, რომელსაც მე ძალიან პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს მასთან მუშაობა, რადგან
გელაპარაკება თითქოს მოყვება არ ჭირდება ზედმეტი ვისაც ელემენტარული ცოდნა აქვს ნებისმიერისთვის არის უმარტივესი. ეხლა ამ ეტაპზე მილების გაყვანა მიმდინარეობს ჩარაგება კედელში და შემდგომ უკვე როდესაც ამ გროვის მექანიზმებს ავაწყობ, მე უნდა მოხდეს აფიქსირებები და ასე შემდგომ. რამდენი წელია რაც ამ საქმით ხართ დაკავებული? 17 წლიდან უკვე მამაჩემი მშენებელი არის და ვიღებდი ხოლმე ხშირად მასთან ერთად მონაწილეობას მშენებლობებზე. ძალიან ვიყავი დაინტერესებული ელექტროინჟინერიით და წყალმომარაგების სისტემებით. ბოლოს ეს აირჩიე? ვისწავლე ელექტროინჟინერია უნივერსიტეტში და მე მაინც ესავიჩი. სასწავლი კიდე ბევრია, ეს სფერო ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის წინ მიდის, ყოველთვის რაღაც სიახლეს გთავაზობს. მეც ვცდილობ, რომ განვითარებასთან ერთად მეც ამ სფეროსთან ერთად განვითარდე და ყოველდღურად რაღაც ახალს ვცდილობ, რომ შევისწავლო. ლაშა მაგალითად ძალიან კარგი რაღაც. რისი პრობლემაც საქართველოში ბევრჯერ შევნიშნე. ზოგადად რაღაცა პრობლემაზე რომ მიუთითებ ხოლმე ხელოსანს და შენიშნოს როცა აძლევ, რომ რაღაცა იქნებ შევცვალოთ. ყოველთვის აქვს ის არგუმენტი, რომ 10 წელია ამას ესე ვაკეთებ და ეხლა ნუ მასწავლი რა. ბიჭო, 10 წელია თუ რაღაცას აკეთებ, იქნება არასწორად აკეთებ, იქნება კითხვა დასვი, იქნება რაღაცები განვითარდა და უკეთესი არის, რომ სხვა ხერხებით ცადო. მე მგონია, რომ ეს დამოკიდებულება რაც ლაშას აქვს, რომ ყოველდღე ახალი რაღაცა ისწავლოს და იქნება და უკეთესი ტექნიკა შეიმუშაოს, უფრო კარგი და სწორია, ვიდრე ის, რომ 10 წლის წინ როგორც აკეთებდი, იქნება ისე სწორი. დავეთანხმები გოჩა? გეთანხმები 100%, 1000%. ძირითადად მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ხაზები ნაკლებად იყოს დატვირთული, ნაკლებად იყოს გადმოხლართული, მარტო მოხელე არ უნდა იყოს, ცოტა ხედვაც უნდა მოყვებოდეს. თან რაღაცა რომ გასკდეს, მივაგნო. ყველაფერი ხდება, გამორიცხული არაფერი არ არის. თუნდაც ეგეც უნდა იყოს გათვალისწინებული სამომავლოდ, რომ რამე პრობლემა რო იყოს, შენ ნაკლები ხარჯი გქონდეს იმის ასანაზღაურებლად. მე მაგასაც ვცდილობ, რომ აი რაღაცა პრობლემა რო შეიქმნას, იმ ადგილებში ადამიანს ადვილად შეეძლოს მისვლა. არ ვცდილობ ხოლმე რომ კედელზე ძალიან ახლოს გავატარო მილები. შეიძლება ყველაფერს მეც ვერ ვითვალისწინებდი, თუმცა მაინც ვცდილობ რომ გავითვალისწინო. თან ამის მერე ვაკეთებთ გათბობას და ლაშა ითვალისწინებს იმასაც, რომ გათბობასაც ხელი არ შეეშალოს და რაღაც მილები ზემოდან ისე არ დაედოს, რომ მე გათბობაც გაგვიფუჭდეს და სანტექნიკაც. კაი, ახლა მე ლაშას ხელს არ შევუშლი, გადავალ გოჩასთან. ეს რატო არის ამ სიმძიმე? როგორ შეიძლება გოგოსთვის ამისაწევა? შეიძლება ლინასავით ჩემთან ცუგები არ არიან, სამაგიეროდ არიან ხოჭოები. მოკვდა. იმდენჯერ გავიტანე ძალიან მძიმედ, გოჩა მომიტანა სათლი. ნუ ამის მეტი აღარ ჩავყარო. იმისათვის რომ ადამიანმა აწიოს და წელი არ დაიზიანოს. აუ ეს ჩატე. აი. ჩატე. აღამ ტერასა შევიწირე. მოვედი ნეილსანიში და დავიწყეთ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც ცოტათი მაინც გამოაცოცხლებს ჩემს მკვდარ თამას. ეს ბოტოქსი რო შენარჩუნდესო, უთოთი უნდა დამუშავდესო, ხო და გქონდა ორი ვარიანტი. ერთი ძალიან პრუჟინებით რო დაეხვია და მეორე უთოთი. ხო და გადავწყვეტეთ უთოთი. ამას მთლიანად დაახოს და მე ცოტა გამოვშლით. რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირშე შეგუება და არ ვიცი მოვწონს თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს ნელ-ნელა შევეგუები. წავედით ახლა გოჩას დაბადების დღეა და უნდა ვიყიდო მაფინი და დავადგე სანთლით. რა ლაბაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს გოჩას დაბადების დღეა. გილოცა გოჩა, ჩაიფიქრე. მეორე ტარტის ამოიტანე, ახლა ლაშას ჩავაქრობინოთ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი და ცხელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლაშას არ დაბადების დღეა. მოგეწონა? მე არ მომწონს. ვერ შევეგუე ჯერჯერ. რაღაცა ვერ შევეგუე ჯერ, მაგრამ ამ ეტაპზე ამით მოდი დავემშვიდობეთ ჩვენს მაყურებელს. შემდეგ ეპიზოდში დავიწყებთ უკვე გათბობას და გაჩვენებთ დასრულებულ სანტექნიკასაც და რა თქმა უნდა ცხოვრებისეულ ჩანართებსაც. კარგად. კარგად.